მოგესალმებით მეგობრებო, მოგეკითხავთ დიდი სიყვარულით. დღევანდელი ჩვენი გაშლა იქნება ესეთი უკონტაქტო ურთიერთობაზე გადმოდგამს თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ნაბიჯებს თქვენსკენ. გადმოდგამს თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ნაბიჯებს თქვენსკენ. ჯერ იმას ვიტყვი, რომ ეს ურთიერთობა საკმაოდ ისეთია კარმული და ერთ წრეზე რომ ტრიალებთ რაღაც აი ამდაგვარი სტილის ურთიერთობა. შეიძლება ბევრჯერ იყო ისეთი სიტუაცია, რომ დაასრულეთ, მერე ისევ გაგრძელდა, მერე ისევ დაასრულეთ, რაღაც აი ბევრჯერ გამეორდა ერთი და იგივე სიტუაცია. მოდი ვნახოთ, ეხლაც ხართ ისევ დასრულებულ პაუზურ ურთიერთობაში და ვნახოთ გადმოდგამს თუ არა ეს ადამიანი თქვენსკენ ნაბიჯებს. ეს რა მაქვს აქ? მეგობრებო, ეს პიროვნება ამ წუთას საკმაოდ ჩაკეტილია რაღაცნაირად, აი ნგრევებშია ძალიან და რაღაცა იცვლება მასში. შეიძლება ამ ბოლო დაშორებამ ძალიან დიდი ცვლილებები გამოიწვია მასში. ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს, რომ აი ძალიან ბევრი იშრომა ამ ურთიერთობისთვის, მაგრამ აი ძალიან დაიღალა. თვითონ გრძნობს ასე თავს, შეიძლება დიდი არაფერი არც გაუკეთებია. თუმცა ფიქრობს, რა თქმა უნდა, ისევ აქვს მაგის სურვილი, ნაბიჯები რომ გადმოდგას, ისევ იყურება თქვენსკენ, მაგრამ ამ წუთას ასევე შეიძლება აქვს არჩევანი. ფიქრობს, რომ აი რაღაცა ისეთი ტიპია, ცოტა არასტაბილური და ფიქრობს, რომ აი ის უკეთესი ხო არ არის, აბა ეს უკეთესი ხო არ არის, რაღაც ესე არჩევანი აქვს და შეიძლება აქვს ისეთი მომენტი, რომ აი რაღა ისევ იგივესთან გავაგრძელო, მოდი აბა ეს ამასთან უკეთესად ხო არ ვიქნებ, აი რაღაცა ეგეთი მომენტი აქვს. თუმცა თქვენსკენ იყურება და ექნება საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და რაღაცა ახალი დასაწყისით მოვა თქვენთან, ახალი, უფრო სტაბილური ურთიერთობის დაწყებას შემოგთავაზებთ და დაწყებას როგორ დაწყებას იცით, აი სულ თავიდან რაღაც გეტყვით, რომ აი მოდი სულ თავიდან დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობა. და გეტყვით, რომ აღარ უნდა ესე რაღაცა გამოკიდებული რომ ხართ, რაღაცნაირ წარსულს და მომავალს შორის ჩამოკიდებული რომ ხართ ორივე, აღარ უნდა ეს სიტუაცია და უნდა რომ ისევ აღადგინოს თქვენ შორის ეს სიყვარული და კიდევ რას გთავაზობთ? მეგობრებო, თუ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ეს ადამიანი თქვენს მიმართ ძალიან ესეთი, როგორ ვთქვა, წუწურაქი იყო, ასე ვთქვათ, არ გასცემდა ბევრს, არც ემოციას, არც ყურადღებას და შეიძლება თქვენ გიწევდათ უფრო მეტის გაცემა ამ ურთიერთობაში, მოვა გეტყვით ამას, რომ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი ემოციებით მოვიდეს თქვენთან. რადგან ფიქრობს ახლა, რომ აი ძალიან ცუდად გრძნობს თავს აი ამ სიტუაციას, დაფიქრდა ამ ყველაფერზე სხვათა შორის და ხვდება, რომ თქვენთან ძალიან არ არის საჭირო აი ესეთი თავშეკავება
და აუცილებელიც არის, რომ გამოხატოს თავისი ემოციები, იმიტომ რომ ეხლა რომ განოლდა თქვენ შორის ყველაფერი, იგრძნო რომ ცუდად არის თქვენს გარეშე, ცუდად გრძნობს თავს. შეიძლება აი ზოგიერთები ისე ძალიან რეალურად არაფერს არ აკეთებენ, ამ წუთას ნაბიჯებს არ დგავენ, მაგრამ აი სულ გათვალიერებენ სოციალურ ქსელებში და რაღაც ესეთი აკვიატებულად ჩავარდნილები არიან თქვენ სოციალურ ქსელებში. შეიძლება ესე არ ჩანან, მაგრამ ეს შორიდან გათვალიერებენ ყოველთვის რამე სიახლე ხომ არ არის თქვენთან და ფიქრობს, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა გამოხატოს ემოციები ძველისგან განსხვავებით, აი ძველი ურთიერთობა როგორც იყო, იმ ფორმატისგან განსხვავებით, ემოციურად უნდა მოვიდეს, უნდა გააკეთოს რამე თქვენთვის, რომ ისევ აღდგეს თქვენთან ურთიერთობა, რადგან ხვდება, რომ სხვანაირად არაფერი აღარ გამოუვა თქვენთან. კარგი. კიდევ რითი მოდის ეს ადამიანი, აი კიდევ რას შემოგთავაზებთ, აბა ვნახოთ. კიდევ რას შემოგთავაზებთ ეს ადამიანი? ვისთანაც დაბრუნდება. კიდევ რას შემოგთავაზებთ ეს ადამიანი, ვისთანაც დაბრუნდება. ამ წუთას სხვათა შორის წეღანაც ავღნიშნე და ეხაც გეტყვით, რომ ძალიან ვერ გრძნობს თავს კარგად, დეპრესიულად არის, რაღაც დეპრესიული პერიოდი აქვს და აი რომ დაბრუნდება, კიდევ რას შემოგთავაზებთ, აბა? რომ დაბრუნდება, გეტყვით იმას, რომ ძალიან დიდი ბრძოლები გამოიარა საკუთარ თავთან, მართალია იყო წასული თქვენგან, მაგრამ ემოციები უფრო და უფრო მოემატა, პირიქით ეგონა რომ გაუქრებოდა და დასრულდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად უფრო და უფრო მოემატა თქვენს მიმართ ემოციები და თქვენ მის თვალში ხართ აი საოცარი, აი როგორ ვთქვა, ყოვლის შემძლე თუ ყველაფერი რომ გაგაჩნიათ ისეთი მის თვალში ხართ ისეთი ქალბატონები, რომლებსაც აი შინაგანად ძალიან მდიდრები ხართ, ასევე ზოგიერთები შეიძლება გარე აი ფიზიკურადაც ძალიან კარგები ხართ, მაგრამ აი როგორ რაღაცას უსვავს იცი, ხას უფრო ზოგიერთები შეიძლება ფინანსურადაც ძალიან შეძლებულები ხართ და აი თუ რამეს მოინდომებთ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, აი ესეთად აღგიქვავთ თვითონ. კარგი და აი ასეთ ქალბატონთან რითი მოდიხარ, აბა რას შესთავაზებ? ხო, შემოგთავაზებთ იმას, რომ უფრო დასტაბილურდება თქვენ შორის, აი როგორც წეგან ამღნიშნე, რომ თქვენ შეიძლება უფრო მეც გასცემთ ვიდრე ეს, ეხლა ფიქრობს, რომ ანუ უნდა გათანაბრდეს თქვენ შორის ეს ყველაფერი, მიღება გაცემის ბალანსი უნდა იყოს, ამას შემოგთავაზებთ და გეტყვით, რომ მას სჭირდება თქვენი ემოციები, ისეთი როგორც ადრე იყავით მის მიმართ და უნდა რომ აი ერთად განაგრძოთ რაღაცა, ერთად განაგრძოთ გზა, როგორც ემოციურად გათანაბრდეთ გრძნობების მხრივ, ასევე რაღაცნაირად აი შეიძლება ერთ საქმეში იყოთ, ფინანსები ერთად გამოიმუშაოთ და აი ასე შემდეგ. და უნდა რომ ძალიან სტაბილურად მოვიდეს თქვენთან. კიდევ ხო, ესეთი ახალი არჩევას აკეთებს ეს ადამიანი. აი ამ წუთას წეღან თავშიც აღნიშნე, რომ არჩევანი აქვს დიდი. როგორ მდგომარეობაში იცი, აი თქვენი დავიწყება უნდოდა, ხო არ გამოუვიდა და მის გარშემო რო არიან სხვა ადამიანები, ხო, აი ეძებს მათში
ისეთ რამეს, რაც თქვენში მოწონს და ვერ პოულობ სამწუხაროდ და ასეთ გასაჭირშია, ასე ვთქვათ, ძალიან უჭირს არჩევნის გაკეთება. ვიღაცა დაუშვათ გარეგნობით თუ მოწონს, მას შინაგანად არ აქვს ისეთი თვისებები, რაც თქვენ და მარტო გარეგნობაც მალე წყინდება და აი ესეთ არჩევანშია. საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ ისევ თქვენისკენ მოდის მისი გზა. ხო, აი ძალიან ისეთ მდგომარეობაშია ახლა ეს ადამიანი, უჭირს საკმაოდ და ფიქრობს, რომ აი ეს ურთიერთობა რომ დასრულდა, მე გადავედი, აი ძალიან მძიმედ ვგრძნობო თავს, რომ აი რაღაცა რო ვერ გიცილებთ გონებიდან თან და ვერც თქვენს მიმართ გრძნობებს ანელებს, აი ეს მისთვის ძალიან რთული გადასატანია. და ზუსტად ამის გამო გადმოდგამს თქვენს მიმართ ნაბიჯებს, რადგან აი ეს გრძნობები უკვე სიყვარულამდე მივიდა. თქვენ მისთვის აი ამხელა არჩევანში გამოგარჩევთ პირველ ადგილზე გაყენებთ ყოველთვის მაინც და მისი გზები მაინც თქვენსკენ მოდის ყოველთვის. იმიტომ რომ აი თქვენ რაღაცა თითქმის ყველანაირად ავსებთ მას სხვებისგან განსხვავებით. როგორც წეგან აღნიშნე, რაღაცა ეს როგორც წეგან აღნიშნე, ბევრჯერ გავიმეორე. მაგრამ რაღაცნაირად ერთი და იგივე სიტუაციას მაჩვენებს ბევრ ფაქტორზე რაღაცნაირად. ტარო და ამიტომ მინდა ხოლმე რომ ვთქვა. როგორც გითხარით, აი ძალიან გათვალიერებთ ყველგან, აი გითვალთვალებთ რაღაცა ესე, იცი როგორ ყავხართ, აი მთელი თქვენი ცხოვრება, აი ხელში ყავს აყვანილი, ასე ვთქვათ და აი ყველანაირი ასპექტში გითვალთვალებთ, რომ აბა თქვენს ცხოვრებაში ვინმე ხო არ არის, რომ რაღაცა ისეთი გამოგიძებნოთ, რაც მერე მიზეზი იქნება მისთვის, რომ აი ამის გამო დავანებებ თავს, მაგრამ ვერ პოულობს ამ მიზეზს სამწუხაროდ და ძალიან ისა მძიმედ გრძნობს თავს, რომ თქვენ ვერ გიპოვათ ვერანაირი მიზეზი, რის გამოც შეიძლება დაგანებოთ თავი და თავის თავზე ცოტა ნერვები ეშლება ამის გამოც, რომ როგორ მოხდა, როგორ დაემართა ეს, რომ ვიღაცა ქალბატონი აი ასეთ დონემდე მიიყვანა გულთან ახლოს, რომ თავიდან და გონებიდან ვეღარ იცილებს და ვერც გულიდან. კარგი. მოდი, აბა ვიკითხოთ რჩევა თქვენთვის. აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. რჩევა თქვენთვის ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოიქცეთ. რჩევა ტაროსგან თქვენთვის. პირველ რიგში ხას გავუსმევ იმას, რომ თქვენ აი ისეთი ქალბატონი ხართ, საბედისწეროს რო იტყვიან ხოლმე, აი საბედისწერო ქალიო, ზუსტად ისეთი და თუ ვერ აღიქვავთ თავს იმპერატრიცებად, აი ასეთ ქალბატონებად, იცოდეთ, რომ ასეთები ხართ. ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს ახლა, რომ მე არ ვარ ახლა ესეთი, მე არ მიყვარს საკუთარი თავი, ხართ რაღაც დეპრესიული, ვერაფერს ვერ აკეთებთ. შეიძლება ვიღაცები აღიქვავთ კიდეც და გრძნობთ, რომ ესეთები ხართ, რომლებსაც არაფერი, აი როგორი ქალბატონები იცი, აი კაცი რომ ფიქრობს, რომ აი ამ ქალბატონთან ოჯახს შევქმნი. ეს იქნება ჩემი შვილების დედა. ეს უნდა იყოს, სხვანაირი ვერ იქნება. აი ისეთი ქალბატონი ხართ, ქალი, რომელსაც არც გარეგნობა აკლია, არც შინაგანი სილამაზე,
იმის თავიც აქვს, რომ ოჯახი შეინახოს, ოჯახს წაუძღვეს, ყველაფერი შეუძლია. აი, როგორც შინაგანად ხართ მიმზიდველები, ისე გარეგნულად. მაგრამ ვინც ვერ თვლით თავს ასეთებად, მაშინ უნდა გაახილოთ თვალები კარგად უნდა გაიცნოთ საკუთარი თავები და აღმოაჩენთ, რომ სინამდვილეში იმპერატრიცები ხართ. ვიღაცები შეიძლება იყოთ ეს ზოგიერთებს ეხებათ, ანუ ვიღაცები შეიძლება იყოთ კიდეც ქურუმიც ამოგვევიდა და ეზოთერიკის მიმდევრები და აი ესეთი ან გიზიდავდეთ ეზოთერიკა კატარო. აი, ნახოთ აბა, რჩება თქვენთვის ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. რას გირჩევთ ტარო? აი, მეგობრებო, აი როგორც ახლა აღნიშნე, რომ ვიღაცები შეიძლება ვერ ხედავთ საკუთარ თავებს და არ იცნობთ კარგად თქვენ თავებს, რომ ხართ იმპერატრიცები, ტაროც გირჩევთ იმას, რომ საკუთარ თავს მოექცეთ სამართლიანად და თუ ვიღაცა წარსულია, დატოვოთ ის წარსულში და ნუღარ ატრიალებთ ამ ერთ წრეზე ამ სიტუაციებს, ან გაიხედოთ გვერდზე და დაინახოთ ის, რომ არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც უფრო ბედნიერს გაგხდიან და უფრო გაგრძნობინებენ, რომ ხართ იმპერატრიცა, ხართ მისთვის მთავარი ქალი. ამ სიტუაციაში ამ მამაკაცთან შეიძლება ამას ვერ გრძნობდით, რადგან წეღანაც ვთქვი, რომ ეს ადამიანი საკმაოდ არასტაბილურია და ბევრი არჩევანი აქვს. მართალია თქვენ გირჩევთ ყოველთვის, მაგრამ მაინც სულ აქვს ისეთი სიტუაცია, რომ სხვებისკენ გაურბის რაღაცნაირად თვალი. ტარო გირჩევთ, რომ ეს წარსული მოგონებები დატოვოთ წარსულში, გაჩერდებით აი ამ იცხოვრებთ წარსულით, ხართ დაუშვათ ის თუ გათვალიერებთ სოციალურ ქსელებში, თქვენც იგივენაირად ხართ, რომ აი ესე სულ გადათვალიერებული გაქვთ მისი ცხოვრება, სულ უთვალთვალებთ ჩვეულებრივად და ტარო გირჩევთ, რომ გამოხვიდეთ აი ამ მდგომარეობიდან და ისწავლოთ მიღება-გაცემის ბალანსი. ანუ ის, რომ თქვენ ურთიერთობაში ისწავლოთ იმის გაცემა, იმდენის გაცემა, რასაც იღებთ. და ეს იქნება თქვენი თავისთვის სამართლიანი მოქცევა. ანუ ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისკენ, საკუთარი თავისკენ რა, რომ საკუთარ თავს მოექცეთ სამართლიანად და აღარ გასცეთ იმაზე მეტი ურთიერთობაში, რასაც არ იღებთ. და ასევე ტარო გირჩევთ, რომ არ იყოთ რაღაცეთ გამოკიდებული წარსულ ცხოვრებაზე. ისწავლოთ წარსულის დატოვება. რა თქმა უნდა, ეხლა ამნეზია არავის დაგვემართება და ყველას გვახსოვს ჩვენი წარსული, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების მმართველი, ხო? აწმყოს და მომავლის მმართველი. როცა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს წარსულით და ვერ ანებებს, ვერ გამოდის აი ამ მდგომარეობიდან, იმას დაკარგული აქვს აწმყო და მომავალი და ცხოვრობს მარტო წარსულით და თქვენ შეიძლება ხართ აი ამ სიტუაციაში, რომ რაღაცა სულ მოგონებებში ხართ, სულ მთელ დროის უმეტეს ნაწილს უთმობთ იმას, რომ აკონტროლოთ მისი ცხოვრება. აი, გაინტერესებთ მისი ცხოვრება, აბა ვიღაცა, ვინ დაულაიქა, ვინ მოუწონა, ვისი სურათი მოიწონა და ვინ დაიმეგობრა და ასე შემდეგ. სულ აი ამების თვალიერებაში ხართ და ტარო გირჩევთ აი ამას. მოექცეთ საკუთარ თავს სამართლიანად, ტანჯავთ და ცხოვრობთ წარსულით. გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ.
ძალიან კარგი რჩევა იყო, მე ვფიქრობ, იმათთვის, ვისაც ეს სჭირდება. და მე დაგემშვიდობებით ახლა დროებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ, კარგ განწყობას გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე.